მაშინ, როდესაც რეალობა იმაშია, რომ მაგალითად აგერ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაახლოებით მილიონი ლარი ჰქონდა შემოსავალი აზარტული თამაშებიდან. ეს არის რეალობა, რეალობის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ არის გადაბმული აი ეს ფეოდალური ბიზნესი ჩვენს ხელისუფლებასთან, როგორ სარგებლობს იმ ყოფით, იმ დაურეგულირებლობით, რომელიც ქვეყანაშია, ეკონომიკური ჩაგვრით, ის ერთი ჯგუფი ადამიანების აზარტული თამაშები იქნება, ეს ბანკები იქნება თუ სხვა, იმის მაგერად რომ ამაზე ველაპარაკოთ, გველაპარაკებიან აი ამ 1000 რაღაცა ბერკეძე, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს და რომლითაც აცოცხლებს საკუთარ დღის წესრიგს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩემი დღის წესრიგი არის ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ერთი კაცი, 1 მილიარდერი. მას ემსახურება მთელი სისტემა. ეს სისტემა არის სასამართლო, ეს სისტემა არის ის კანონები, ეროვნული ბანკი, რომელიც დღეს არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სამსახურში, სახელმწიფო სამსახურში კი არა, სპეციალური კანონმდებლობა მიიღეს ერთი კაცისთვის, ეროვნული ბანკი. ეს არის საბანკო სექტორი სხვათა შორის, კონკრეტულად, რომელიც პირველი იყო, მე მინდა გითხრათ, აწეული რომ იყო ერთი ამბავი და ცივილკივილი მარტში 2025 წლის ამ ხელისუფლების საკითხი ესე ყანყალებდა საერთაშორისო და შიდა აღიარების პირველი ვინ მივიდა იქ საქართველოს ბანკის ლიდერობა ბატონი ირაკლი გილაური გამოცხადა იქ და ესაუბრა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გამოსწორებაზე. რამე გამოსწორდა იმის მერე? ნუ არა მხოლოდ ირაკლი გილაური, ანა, მოდი ვთქვათ, ბიზნეს თავარი მსხვილი ბიზნეს მოთამაშეები მივიდნენ იმ შეხვედრაზე. მე გაგისწორებ, არა, პირველი იყო ჯორჯია კაპიტალის ხელმძღვანელობა, ირაკლი კი უცხოელები იყვნენ ეგ ვიღაცები და ასევე ირაკლი გილაური. ამის შემთხვევა, აი ბიზნესით რომ გამახსენეთ, დიდი მადლობა. იმიტომ რომ ის ბიზნეს ინტერესიც, რომელიც საქართველოში ერთ-ერთში თანხმედრაშია, ფულს წირავს, მარტო ქართულ ოცნებას, ფული მიაქვს მარტო დასანქცირებულ ტელევიზიებში, რომელიც ჩაგრავს შრომელ ადამიანს, რომელიც ამუშავებს მონურ ხელფასზე. აი ჩემი ხაზი ეს არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაშინ შევძლებთ რამე შევცვალოთ, როდესაც გავიაზრებთ, რომ ეს ყველაფერი ერთად არის და შესაბამისად ეს არის ჩემი ხაზი. მე ვფიქრობ, ამ ხაზს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობაში. ყველა რეიტინგი, მათ შორის ოპოზიციის, არაოპოზიციის მიერ ჩატარებული ამას აჩვენებს და ჯობია ყველა წავიდეთ ჩვენ გზაზე.